გაუგონარს ამბობს, ამის თქმა დანაშაულია. ამბობენ ეს ტრამპის თამაშიაო. არ ვეთანხმები, რომ უკრაინას ღალატობენ. ამის დაჯერება არ ავისურს, თუმცა კიევსა და ვაშინგტონს შორის საუბრები მეგობრისას აღარ ჰგავს. ყოველ შემთხვევაში ბოლო 24 საათია. თამაშია თუ ის არის, რაც არის. ამ კითხვებს ბევრი სვამს, თუმცა პასუხებს ჯერ ვერ იღებს. ვიდრე მსოფლიო ორ დედაქალაქს შორის გაჩენილ ბზარზე საუბრობს, სულ უფრო გამბედავი ხდება მოსკოვის ტონი. ნებით თუ უნებლიეთ, მათ სიტყვებს ფასი ტრამპმა მიანიჭა. მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკას 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო. ის უარს ამბობს არჩევნებზე, როგორ ექნება მაღალი რეიტინგი, როდესაც ქალაქები განადგურებულია. ერთადერთი რაშიც კარგი იყო ჯო ბაიდენით ვიოლინოსავით თამაშში. ის ძალიან მარტივია, ისაა დიქტატორი არჩევნების გარეშე. ჯობია სწრაფად იმოძრაოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. ამ ომმა შეიძლება მიიღოს არასწორი მიმართულება, ამავდროულად ჩვენ წარმატებული მოლაპარაკება გვაქვს რუსეთთან ომის დასასრულებლად. მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია შეუძლია ეს. პუტინმაც თქვა, რომ ბაიდენს ეს არც უცდია. ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის მოტანა, ვერც ზელენსკიმ. გაბრაზდა, რომ არ მივიპატიჟეთ. მას 3 წელი ჰქონდა. უკრაინა მიყვარს, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გასწია. ომს ვერ დაასრულებ თუ ორივე მხარეს არ დაელაპარაკე. მათ 3 წელია არ უსაუბრიათ. ვიდრე დონალდ ტრამპის სიტყვები კიევს გაანაწყენებდა, ჯერ თავად ამერიკელები გააბრაზა. დემოკრატების მხრიდან ტრამპის კრიტიკა არ ახალია, თუმცა მის ბოლოდროიდელ განცხადებებს ყავს მოწინააღმდეგეები რესპუბლიკელთა რიგებშიც, თუნდაც ლოიალურები და თავშეკავებულები. პრეზიდენტი საუბრობს თავისი სახელით. პირადად მე მხარს ვუჭერ უკრაინაში ომის მშვიდობიან დასასრულს და ვფიქრობ, ამჟამად ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და მისი გუნდი მუშაობს სწორედ ამაზე. მათ ცოტა სივრცე უნდა მიუცეთ. მე არ ვეთანხმები თეთრ სახლს იმაში, თითქოს უკრაინამ დაიწყო ომი. ვფიქრობ, ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. ასევე გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი განგსტერია, შავი გულით. მასთან შედარებით სერიული მკვლელი, ჯეფრი დამერიც კი დედა ტერეზაა. ვფიქრობ, ტრამპიც და ზელენსკიც კარგი ადამიანები არიან და ორივეს ერთი რამ სურთ. იმედია გამოუვათ. ომი არ უნდა დაგეწყო. ეს პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა. რა გულისამრევია. ეს მას შემდეგ თუ რამდენი იბრძოლა ამ კაცმა. საშინელება ამერიკის პრეზიდენტისგან იმის ნახვა, რომ ზურგს აქცევს ჩვენს მეგობარს და ღიად გება ვლადიმერ პუტინისნაირ მკვლელის გვერდით. სამარცხვინო ამერიკის პრეზიდენტი იმეორებდეს პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივს. უკრაინელ ხალხს არ დაუწყია ეს ომი. პუტინმა დაიწყო. თითოეული რესპუბლიკელი პასუხისმგებელია პრეზიდენტი ტრამპის ამ საშიშ და მცდარ განცხადებებზე. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვების პირდაპირმა ადრესატმა გუშინ უკვე თქვა, რომ მისი დაკვირვებით დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს.